თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც ქვეყანა ფარულად 2025 წლის მარტის დასაწყისში დატოვა, დაკავებულია. სუსის ცნობით 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე სასვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი გადაადგილდებოდა. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ის დააკავეს. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება სუსის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. დანაშაულის 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება გავრცელებულ განცხადებაში გაწეული დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს მადლობას უხდის. გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა უკვე მოინახულა. უფლებადამცველის თქმით, ბაჩიაშვილი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის დაკავების დეტალებზე სასამართლო პროცესზე ისაუბრებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ 12 საათზე უნდა გამართულიყო, თუმცა ის 29 მაისამდე გადაიდო. ვისაუბრეთ მე და გიორგიმ ძალიან დეტალურად, თუმცა მისი სურვილი არის, რომ ხვალ სასამართლო პროცესი, როდესაც შედგება, თავად გააკეთოს საჯაროდ განცხადება მომხდარ პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე დეტალებზე სამწუხაროდ ვერ დაგელაპარაკე. გატაცებას ჰქონდა თუ არა ადგილია, ვერაფერს ვერ გიორგი ხვალ გააკეთებს განცხადება სასამართლო პროცესზე, მადლობა. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners, რომელიც ბაჩიაშვილის ინტერესებს იცავს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდგომ წამების რისკის ქვეშაა. იურიდიული ფირმის შეფასებით ბაჩიაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიან. დევნის ავტორი კი საქართველოს დე-ფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია. ბატონი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის უაზრო და ხანდაზმული ბრალდებები, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნის წინ ლეგიტიმურ ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, ასახავს სასამართლო სისტემის სისტემურ გამოყენებას პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად. ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონი ბაჩიაშვილის უფლებების ყველა დარღვევისთვის. საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები სასამართლო დამოუკიდებლობის, უზრუნველყოფის და ბატონი ბაჩიაშვილის და სხვა იმ პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე იმყოფებიან. გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებამდე თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან ინტერვიუ ჩაწერა Guardian-მა. 26 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ არსებობს მისი მკვლელობის გეგმა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიურმა ჯგუფებმა სავარაუდოდ ჩეჩნებმა უნდა მოიყვანონ სისრულეში. ბაჩიაშვილმა ქვეყნის დატოვების მიზეზზეც ისაუბრა და თქვა, რომ ციხეში მოკვდებოდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე Guardian-მა ინტერვიუს ჩატარების ადგილი ბაჩიაშვილის თხოვნის საფუძველზე საიდუმლოდ დატოვა. მითხრეს, რომ არა მხოლოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ მკვლელობის ბრძანება გაცემულია. შიშობეს შეიძლება მოხდეს რომელიმე ქვეყნის საიდუმლო სამსახურების ან სამხედრო ძალების მიერ, რომლებსაც სურთ, რომ ივანიშვილი უფრო დაუცველი გახდეს. თუ მკვლელობასთან მას დააკავშირებენ, მაშინ ნაკლები შანსია იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალური დიალოგის წარმოება შეძლოს და კიდევ უფრო მეტი კონტროლის ქვეშ იქნება. ივანიშვილისთვის ძალაუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ის მისი სიცოცხლისთვის იბრძვის. ის მანქანას გავს, რომელიც მხოლოდ მისი რეპტილიური სურვილების დასაკმაყოფილებლად მუშაობს. მისი სურვილი კი სიცოცხლის შენარჩუნება. ბაჩიაშვილი ქვეყნიდან ფარულად გასვლის შემდგომ სავარაუდოდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს სწორედ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გადმოსცეს. ეჭვს ამყარებს ის ფაქტი, რომ ქართულმა ოცნებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობიდან ზურა პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია, მის ნაცვლად კი პოსტზე მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების წარდგენილ კანდიდატს შაიხა ალ-ნუვაისის დაუჭერს. ქართული ოცნება საამიროებთან გარიგების შესახებ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს. ეს არის მრავალმხრივ შეურაცხყოფელი, ასე ვთქვათ, ვერსია და არასწორია ასეთ ვერსიების გავრცელება, თუმცა ჩვენ ვიცით ასეთ ვერსიებს ვინ ავრცელებს და მათ არანაირი ზღვარი არ აქვს, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება ზურა პოლოლიკაშვილს, მე განმარტე რა იყო მისი კანდიდატურის მოხსნის მიზეზი და ამას არაფერთან არ ქონია სხვა რამესთან შემხებლობა. მიზეზი იყო ის, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს. რა შუაში აქვს რაიმე სხვა დეტალი, ხო? ბევრად უფრო ადრე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ვიდრე გადაწყვეტილება სხვა საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის სარეალისტური. ოპოზიციაში ამბობენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ვერდიქტის მსხვერპლია. მათი თქმით, თუ ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ დამნაშავე გამოდის თავად ივანიშვილიც, რადგან მათი თქმით ისინი ფულს ერთად ჩაულობდნენ. ბაჩიაშვილს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, ესე იგი ბიძინა ივანიშვილსაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ხო? ერთად ქონდათ საწარმო, ერთად აკეთებდნენ იმ ეგრეთ წოდებულ მაინინგს და გამოიმუშავებდნენ ბიტკოინებს, ერთად ჩაულობდნენ ფულს, ახლა ერთმანეთში რაღაცა ვერ გაიყვეს, ვინ არის მტყუანმართალი, მაგას ეს სასამართლო გაარკვევს
ქოცური სასამართლო, მურუსიძის სასამართლო დაადგენს სიმართლეს ამ ორ მეწარმე სუბიექტს შორის, ვინ არის მტყუან მართალი, ამის გჯერათ თქვენ? რა თქმა უნდა, არც თქვენ არ გჯერათ და არც არავის არ ჯერა. ამ ადამიანს ციხეში სვავენ იმიტომ, რომ ფული გამოძალოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის და ეს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას კრიმინალურად და ეს არის დასტური, როგორ მოიპოვა ბაჩიაშვილი, რომელიც აღმოჩნდა სინამდვილეში ეგრეთ წოდებულ მწვანე სასაზღვრო ზოლში, თუ ოფიციალურად მოხდა ეს ექსტრადაცია ბაჩიაშვილის, რატომ არ გადმოსცეს ის ოფიციალურად ქართულ სამართალდამცველებს, თუ ეს იყო კრიმინალური ხერხებით მოპოვება, რაზეც მიუთითებს ბაჩიაშვილის აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებს შორის მწვანე ზოლში, ეს არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალურად და ამ კრიმინალურ მმართველობაში ჩართული ყავს მათ შორის საერთაშორისო ქსელები, რომელთაც ის წლების განმავლობაში ასევე კრიმინალურად თანამშრომლობს. 4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ საქართველო დატოვა. ბაჩიაშვილის თქმით, ამისთვის სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა. მისი დახმარებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ამის შემდეგ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებულ ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, 1 მაისს სასამართლომ ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. საქართველოს დატოვების შემდეგ ბაჩიაშვილის მიმართ კიდევ 2 საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ერთ-ერთი ბრალდება მტკვარი ჰეს, მეორე კი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.